გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, კარგი ამბებიც ხდება ჩვენთან. და მათზეც უნდა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ გვერდიდან, არამედ წინიდან, ზემოდან, მარცხნიდან და ასე შემდეგ. მოკლედ, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველოს მესამე ძალის, როგორც სულიკოს ძიებაში, აგერ მესამე ძალა თვითონ მოვიდა ჩვენთან. დიახ. საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა, სართული ახალი თაობის ძალა დაფუძნდა. სართულის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარდენ იგივე ვადო მაჭავარიანია, რომელიც ამავე დროს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის მიხეილ მაჭავარიანის შვილია. ყოფილი წევრი ვთქვი, მაგრამ როგორც ყოფილი კგბ-შნიკი, ისევე ყოფილი ნაცი ბუნებაში არ არსებობს. და სრულიად ახალი, სრულიად ცინცხალი ძალაა, რომელიც არსად არაფერში ყოფილა გარეული და შემჩნეული. მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო აქციებზე თუ დავინახავდით მათ, მაგრამ ეს არ ითვლება. განა იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, რომელიც წმიდათა წმინდა საქმეს, რიგგარეში არჩევნებისა და სინდისისა და ნამუსის პატიმრების უვადო გათავისუფლებას ემსახურება. ეს შეიძლება განეხილებოდეს როგორც რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობაში გასვრა? არა, რასაკვირველია, რადგან ის პროტესტები აპოლიტიკურია. ის პროტესტები ნებისმიერი ადამიანის გულიდან მოდის. ის პროტესტები ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობიდანაა გამომდინარე. მოკლედ, იმ პროტესტებში მონაწილეობა პოლიტიკურად არ ითვლება და ყველა მონაწილეს თითებზე ნიჩურტა აქვს გაკეთებული. სართულმა ბრიფინგით ჩაატარა, აბა თქვენ რა გეგონათ, არ ჩაატარებდა სართული ბრიფინგს? ბრიფინგი ჟანრის ყველა კანონის დაცვით ჩაატარდა, დაიდგა ტრიბუნას გარშე მოიხვია რამდენიმე ადამიანის სახის ძალიან პატრიოტული გამომეტყველებით და მძიმე მზერით. ერთი ლაპარაკობდა, დანარჩენები ფონს ქმნიდნენ. იმ ერთმა ამ შემთხვევაში სწორედ რომ მაჭავარიანის ვაჟმა ვადომ განაცხადა, რომ საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა. იმ დღეს, სანამ ამ სართულზე პირველად ავიდოდი, უკაცრავად სანამ იმ სართულს პირველად ვიხილავდი, მთელი დღე დილიდანვე უცნაურად გძნობდი თავს, თითქოს და რაღაც უნდა გამეკეთებინა, სადღაც წავსულიყავი, რაღაც გადამეწყვიტა, მაგრამ ვერ ხვდებოდი რა, სად და როდის. და უცებ დავინახე ტელევიზორში ეს სართული, მოусმინე მათ და მივხვდი, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა. აი თურმე სად ყოფილა ძაღლის დიდი თავი დამარხული. ვიყვირე და შამპანიურის გახსნა მოვინდოვე, მაგრამ არ მქონდა შამპანიური და მაწონი გავხსენე. თურმე მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი, მეგობრებო. სინამდვილეში კი საქმის კეთება ყოფილა საჭირო და საქმეზე გადასვლა. და უცებ დავამშვიდდი და გავითავისე, რომ ამიერიდან მომავალი ჩვენია. ანუ პაზლი აეწყო, გამოსავალი მოიძებნა. საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა. და მანამდე რას ვაკეთებდით? ეთყობა, რომ მანამდე რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი იყო საქმის კეთებისა და საქმეზე გადასვლის გარდა. აბა, მხოლოდ ოლე-ოლეთი ევროკავშირში ვერ შევიდოდით, ნატოში ხომ მით უმეტეს. ახლა კი როგორც კი საქმეს გავაკეთებთ, ევროკავშირის კარი ისე ფართოდ გაიღება რუსეთისკენ, რომც ვინმე მიგვაქანებდეს, მაინც ევროკავშირში მოვხვდებით. ახლა უმცროსი მაჭავარიანის ვრცელი ციტატა უნდა მოვიყვანო და გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამას, რადგან ფაქტობრივად ეს ციტატა იმ პოლიტიკური მოძრაობის პროგრამაა. ალბათ პროგრამა მინიმუმია, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. ველოდებით, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული და რაც მთავარია ეროვნული ძალები, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა, რა სიტუაციაც დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლა საჭირო და სადღეგრძელოების და სიტყვების იქით საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა. და ასე შემდეგ.
ოდნავ აბდაუბდურათაა ნათქვამი, არა, მაგრამ ვაპატიოთ ბავშვებს, ისინი ხომ ჯერ ბავშვები არიან. კიდევაც დაეზრდებიან ნაცებს, შვილები მიშასი. რატომ ნაცებს? აბა ვის? რიტორიკის მიხედვით სართულელებმა რამე ახალი განაცხადეს, რამე ისეთი თქვეს, რასაც ნაცები არ ლაპარაკობენ და კიდევ დიდხანს არ ილაპარაკებენ. ახლა კი სრული სერიოზულობით ვიტყვი, ეს საკენკი ახალი ძალის შესახებ იმავე სართულზე თავისიანებს დაუყარონ. დარწმუნებული ვარ, ამ ეგრეთ წოდებულ ახალ ძალას ნაცების იდეოლოგი ძველი მიხეილ მაჭავარიანი უტარებს ტრეინინგებსა და ვარჯიშებს, მაგრამ ძალა მაინც ახალია. მოკლედ, ვინც დაიღალა, იმ მაღალ სართულზე ელოდებიან. საინტერესოა, ლიფტი მუშაობს თუ ფეხით უნდა ავიდნენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.